დღეს 20 წლის შემდეგ ვიხსენებ დანგრეულ, ჩაბნელებულ საქართველოს და ოცნების ქალაქს ბასტიბუს, სადაც ბავშვები ვითომ ბედნიერად ცხოვრობდნენ. და ამ ქალაქს ყავდა თავისი სტილისტი, მოდელიორი ლანა. აბა ის გოგო რა გოგოა თუ კოხტად და ლამაზად არ არის ჩაცმული. ჩვენმა მოდების კლუბმა შექმნა საუკეთესო საკარნავალო კოსტიუმები. 20 წლის შემდეგ მოდებს საერთოდ აღარ მიმყავს მოდები, არც მოდის სფეროში არ ვარ დიპლომატი, ყავს ჩემი შვილი ნიკუშა პატარიძე, ყავს მეუღლე და რა ვიცი, ვარ ბედნიერი დედა. ეს არის ჩემი დედიკო. ეს ყველაფერი დაიწყო 20 წლის წინ. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები. შემდეგ დაიწყო გადაცემები. ზოგს ამბები მიყავდა, ზოგს სპორტი მიყავდა და ეს იყო ძალიან სახალისელი. მე რატოღაც გადაწყვეტეს, რომ მოდები უნდა წამეყვანა და ზუსტადაც დაინახეს. გვიბარებდნენ ტელევიზიაში, თამრიკო გვაძლევდა ტექსტებს. ეს იყო ძალიან ბავშვურად გაკეთებული ტექსტები. აი, საერთოდ არ გვიძნელდებოდა ამ ტექსტების წაკითხვა და სწავლა. მე რახან მოდები მიყავდა, ყავდა გუნდი, რომელიც ვკერავდით თოჯინებს ტანსაცმელს. ქუჩაში რომ დავდიოდით, ყველა გვცნობდა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი გადაცემა იმ პერიოდში არ იყო არაფერი ბასტიბუბუს გარდა. ჩვენ რომ გამოვდიოდით ავტობუსი რომ გველოდებოდა და მივდიოდით ან კონცერტზე, ან სადმე, გვხვდებოდნენ ბავშვები, რომლებიც უხაროდათ ჩვენი ნახვა და გადმოგცემდნენ საჩუქრებს, გვაძლევდნენ საჩუქრებს, რიგი იდგა, ეს მართლა დაუჯერებელი არის დღეს რო ყვები. მე ვისურვებდი, რომ ჩემ შულსაც ეგეთი ბავშვობა კონდეს, როგორიც მე მქონდა. სტილისტობა ახლაც ძალიან მოდაშია. გოგონები ახლაც დიდი სიამოვნებით უგერავენ კაბოთ თოჯინებს. და ახლაც თამაშით იზრდებიან ნამდვილ პროფესიონალებად. მაგრატელი არის ძველი არის კინო გოგო ხელი გაჭერი და გამოჭერი მოხდენი ლაცრაფად დედოფალას მოუხდება ვარდისფერი კაბა დედოფალას მოუხდება ვარდისფერი კაბა გილებია ვარდისფერი მისი კაბი შესაფერი გულის პირზე დავაკერეთ მოხდენი ლაცრაფად დედოფალას მოუხდება ვარდისფერი კაბა დედოფალას მოუხდება ვარდისფერი კაბა კუცო არის დაზეწელი არ დაიწვა გოგო ხელი გაუსვი და გამოუსვი მოხდენი ლაცრაფად დედოფალას მოუხდება გადკეთილი კაბა დედოფალას მოუხდება გადკეთილი კაბა დაჭუჭნული ტანსაცმელით ხომარიული საბა 20 წლის წინ არსებობდა ერთი პატარა გოგონა, რომელიც ტელეეკრანიდან მთელ საქართველოს ეუბნებოდა. არ ამდგარხარ? სირცხვილი, სამაცები ყოფილხარ. წამოდებით იწყება დილის აერობიკა. ეკატერინე, ის ისეთი პოპულარული იყო, რომ მას დაცვაც კი სჭირდებოდა. ის უყვარდათ მას ვაძავდნენ, მისნაირად იცვამდნენ და მასთან ერთად ვარჯიშობდნენ. არ ამდგარხარ? სირცხვილი, წინარები ყოფილხარ. წამოდებით იწყება დილის აერობიკა. გამარჯობა ბასტიბუბუ. მე ვარ თქვენი ეკატერინე. გესალმებით ჩორეულ გერმანიიდან. მე აი ამ თეატრში ვმუშაობ მოცეკვავედ. ამ კაფეში მიყვარს ჩაის დალევა. ბასტიბუბუ. ეს ჩემი მეგობრები არიან. ჩემს თეატრში ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. დიდი სიყვარულით ვიხსენებ ბასტიბუბუში გატარებულ წლებს. ბასტიბუბუ, ჩემო ჯადოსნურო ყუთო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი 20 წლის წინ. გილოცავ დაბადების დღეს და ნახვამდის. ახლა ეკატერინე გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს და იმედია ჩვენს გადაცემასაც უყურებს. რა თქმა უნდა, კატო, მთელი ბასტიბუს სახელით გეტყვით, რომ ჩვენ შენ გვიყვარხარ, წარმატებებს გისურვებთ და იმასაც გეტყვით, რომ შენ საქმეს ბავშვები აგრძელებენ ბასტიბუბუში. არ ამდგარხარ? სირცხვილი, წინარები ყოფილხარ. წამოდებით
წინ გადაცემა ბასტიბულს ყავდა ამინდის მიმომხილველი სინოპტიკოსი ლუკა. მან ზუსტად იცოდა, როგორი ამინდი იქნებოდა საქართველოში. ნამდვილად გაზაფხული მოვიდა, დღე გაიზარდა და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება. ზაფხულის განმავლობაში მთელ საქართველოში იქნება ზაფხული. შეიძლება ზოგჯერ იწვიმოს. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, თუ დავაკვირდებით ბუნებას, შევამჩნევთ, რომ შემოდგომა მოვიდა. როგორი ამინდი იქნება? ამას გვეტყვის ჭიამაია. ჭიამაია უნდა დავისვათ ხეზე და ვკითხოთ, ავდარია თუ დარი? თუ დარზე აფრინდა, დარი იქნება თუ ავდარზე ავდარი. აბა მითხარი, ავდარია თუ დარი? მითხარი, ავდარია თუ დარი? არაფერს ამბობს. ესე იგი სამხრეთის ქარი დაუბერავს. წლის წინ ბასტიბულს გადაცემაში ყავდა ექიმი ქეთი. ექიმა ქეთი ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოევლო თოჯინებისთვის. გამარჯობათ, მე ვითომ ექიმი ვარ, ქეთი არჯვაც. მინდა გაცნობოთ ერთი შემაშფოთებელი ცნობა. საქართველოს მასშტაბით გავრცელდა ხელბირთაობა ნელთა რიცხვი. ბევრი ვეძებეთ ამ დამაფიქრებელი ფაქტის მიზეზები და გამოვყავით 3 ძირითადი ფაქტორი. 20 წლის შემდეგ მე მყავს 2 წლის შვილი ნინო. მუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ისე ექიმი ვარ. არ ვიცი დაემთხვა ეს თუ რა არის. პროფესიით ვარ ექიმი. ბასტიბული ჩემთვის არის ძალიან ტკბილი მოგონებები, ძალიან კარგი ბავშვობა. არ ვიცი, ძალიან მიყვარს. მე შეხვდა ექიმის როლი. ექიმი ვიყავი კეთილი. ისეთი რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ ჩემი, ვასწავლიდი რომ დაებანათ ხელები, პირი, ძილის წინ და დაეცათ ჰიგიენის წესები და ეს თოჯინებით დავდიოდი და ვითომ რაღაცა ვარჩენდი ამ თოჯინებს და ნუ რა ვიცი. მე მგონი არ ეშინოდათ ბავშვებს ჩემი კი მეცა ექიმის ფორმა ყოველთვის, მაგრამ ვიყავი კეთილი. Cine de să te mă șobe